ლაპლანდიაში მივდივარ. დაიწყო ჩემი ლოგიამით. 15 საათიანი გზა მაქვს ავტობუსში, სადაც ეს ხალხი წამოვწონდა ვთვალო. თუმცა პირველი დაცვა გადავიტანეთ, ახლა მეორე დაცვის ჭერია. ნახოთ რა მოხდება. ეს არის მირთე ნიდერლანდებიდან. აქ გაწოდილი და კარგი მეგობარი, რომელიც ჩავიძინეთ და ნახოთ როგორ წარიმართება მოვლენები. რატომ აქ ესე წაშულის სახე ამაზე ლაპარაკი მეზარება და არ ლაპარაკებ. გამოიცანეთ ხალხო სად ვარ? სატან სოფელში. ანუ ვირმის გჯერათ რომ აქ ვარ, მე არ მჯერა პირადად დათქვეთ, თუ გჯერათ მითხარით. ვიღა მეგობრებო სატასთან ფოტო გაიდება რა თქმა უნდა. მეცერაში ყრიფულს, მაგრამ ანუ ფენგერნი ვიყავი უბრალოდ რა და მაგარი გადაობა იყო. მაგრამ იმდენად არ ვიღიმები ფოტოში, ამდენად ვიღიმებოდი real life-ში რა. პოზებულა თქვენი გაცილება ხელი ჩამართო. მოკლედ მოვედი რათა სატაკაოსმა დაეპრუვოს ჩემი დაწერილი მეილი და გამოეგზავნოს ორ განსაკუთრებულ ადამიანს საშობაოდ. მოკლედ მეგობრებო, ანუ როგორი გაბადრული ვარ, ხო ხედავთ? ცუდად ვარ, ავად ვარ, დედა ჩემი მკლავს, მაგრამ მაინც აქ ვარ და ყველა აქტივობაში ჩავერთვები, რადგან მირჩევნია ფილტოვის თანხებით დავბრუნდე, არ დავბრუნდები, ვიდრე რამე გამოვტოვო, ასე გადავწყვიტე. თქვენ რას ფიქრობთ? ნახოთ, აი, ბოლო დღეს რო გადავიღე ვიდეოს, როგორი ვიქნები, აი, ნახოთ. Jingle bell, jingle bell, jingle bell rock. Jingle bell song. მოკლედ ბლოგი ამათი გლიტოილისნაირი რაღაც არის, ოღონდ დუალკოჰოლო რა. ანუ ტკბილი წვენი არის ფაქტობრივად და ზოგს თუ ეთქვი, ანუ ალკოჰოლის შეიძლება გავუკეთო, მაგრამ ჩვენ ალკოჰოლისგან შეგაგებული, ასე გამოიყურება. It's good. მოვედით მეგობრებო, სარის ალკაში, თუ რაც ქვია ამ ადგილს და ჩვენ პატარა კოტეჯში დავბინავდით. 7 გოგო ვართ, ასე გამოიყურება ეს ერთი საძინებელი, ეს ჩვენი მთლიანი საცხოვრებელი სივრცე, ზევით გვაქვს კიდევ სადაც მევწვევი, ერთ-ერთი ლოგინი, საუნაც გვაქვს პატარა ჩვენი, აბაზანა და კიდევ ერთი ბანკბედი, ნუ მოკლედ რა. პატარა კოტეჯი გვაქვს ჩვენ აღებული, ანუ ძალიან სასიამოვნო ახლა უკვე პირველი საჭველი გავაკეთეთ ჩვენ სახლში და ეს იქნება ჩვენი სახლი მომდევნო 4 დღის განმავლობაში. I'm super excited. აღმოჩნდა რომ ხონოლოგიაში მივდივარ. ეგ არ ვიცოდი, ანუ ხო ხდებით, გარეგში კი წერია, მაგრამ მე უნდა ვიყო იქ სადაც მეტყვიან და სად მივყავარ ამ ხალხს არ ვიცი რა. და გავაღვიძე ნორვეგიაშიც მივდივარ, კიდე ერთი ქვეყანა ჩეკ. ხო და აი ძალიან ბედნიერი ვარ, გაციებული ვარ, მაგრამ არ გამოტოვებ არც სხვაში ჩახტომას და არც საუნას და არც არაფერს. მოვკვდები და მაინც გავაკეთებ. ხო და აბედრებით. ვუთხარი ახლა ვიღაცამ ნახამეთ გაქციალი და გამოვარდით ყველანი გამოვაწყოთ. გამოვარდით და ახლა ვეძებთ და ვიპოვეთ ჩემო კამერამ დააფიქსირა, მინდა აღინიშნოს და თვალით ესე ვერ აფიქსირებ რა, ანუ აფიქსირებ, მაგრამ არ ჩანს კარგად. და კამერამ დააფიქსირა ხალხო. შუცუკლია 20 წუთი გამოვედით. მივდივართ ნორვეგიაში. რათა იქ საუნაში შევიდეთ და ეს რა არის. და შემდეგ ზღვაში გადავხდეთ. ძალიან გრძელი დღე უნდა იყოს, ლეპტოპი მიმაქ. არ ვიცი რისთვის ახლა უნდა დავიძინო. და რომ მივახწერთ იქ და უშუალოდ და გავდეითებთ
აქედან 6 წუთის გზაზე არის ჩვენი ავტობუსის გაჩერება. ძალიან თოვს და რა ვიცი მგონი ცდი არ იყოს. ახლა და აგერ არის ჩვენი ჩანჩქერი. ზრდივობით ავდივართ საფრამდე, ხედავ უკვე ოკეანეს, სრიალებს ეს ავტობუსი, თუ არ გადავში იმისთვის ვიღებ რომ ამას მეიძრახავთ. გაციებული ვარ, თითქმის ვერ სუნთქავ და მაინც ვაპირებ რომ -1 გრადის არის გარეთ, მაგრამ ასეთ კავშირში ალბათ -30-თან იგრძნობდა და ასეთ იმაში უნდა რომ საუნიდან რო გახვალ ზღვაში ოკეანეში ჩავახტუნონ. ნახოთ აბა ვიზამ თუ არა, ანუ არ ვიცი ახლა გადაღება შეძლო თუ არა პროცესი ალბათ ვერ შეძლება რა. რომ გამოვალ მერე გეტყვით. ხალხი პანიკობს რა და მე I'm not worried. I don't know why. I like. ოფიციალურად დავშჩით ეს იტალიელები არიან, რომლებიც დებილებს რთავენ და უკანასკნელი მომენტებია და რა ვიცი, ანუ დრამები დავიდგეს იმენა და თან ბიჭები არიან. აი არ ვიცი. გესმით ხო? ამას ხმას არ დავადებ. ყოლეთ. ნუ გავიჭადე და სად ველოდებით. გადამჩენელი მოვიდა. Bus is full of engineers. I want to hear my blood. Give me a man of the midnight. Somebody help me chase the shadows away. Times never seem so good. I've been inclined to believe in never one. თუ მოვკვდებით, ეს იქნება ჩვენი ბოლო სიმღერა. გადმოვედი რომ ექსკლუზიური კონტენტი გადავაიღო. შესაბამისად ხალხი, ანუ ხედავთ რებს ჩაჭობს დებენ იმაში ბორბლის ქვეშ რომ დავიძრათ ეს ჩვენი ავტობუსი იქეთ ერთი რაღაცა გველოდება უკან მანქანა არის გაჩერებული რომ სხვა არ გამოვიდეს და ასე შემდეგ. მოკლედ ახლა განახებთ კიდე გარედან როგორ გამოიყურება ეს ყოველი. გავიჭადეთ. This is of a bloodbath. Now we're outside. იტალიელები იმენა პროსტა გამაფრენია. ხო შემიწირეს და შეიწიეს ჩემი ნერვები იმენა მთელი ხელსინკში ყოფნის და ხელსინკში კი 2024 წელი ამათმა შემიწირეს. A few moments later. I think this is warmer than yeah, definitely. მოკლედ ესე ჩვენი ოკეანე ნორვეგიაში მოვედით. ჩვენი ავტობუსი კიდე ერთ საათი და 2 ხმარება მოვიდეს. აქ ვარ 3 საათი გავიდა და პური მოგვიტანეს და სუპი. გენაცია ქონ ხადაობა იმენა ხადაობა ცხოვრებაზე For you, €1. If somebody needs to wash the hands, I'm selling everyone. თევზის სუპს მაჭმევენ და კარაქი ამ პურს. J'adore le Vivier. Ouais, c'est la meilleure activité. Tu mets vraiment le jouet, tu fais et tout.
I'm scared to try this. It's really good. Do you like salmon? Yeah. You like this? Nice. I've never been this happy with soup in a cup. This is like, guys, this is how your traveling in 20s lowers your standards. This is it. This is as Soup low in a as it cup. gets, yes. And no, there are other things, but like this is one of the things, yeah. Okay, see ya. Yeah, I can see that. Your mother is not here serving. მივიდივართ ბარში, პაბში. დაიცადეთ? ხალხო, პაბში, ვაიმე რას გავარ. პაბში მივიდივართ რა და ანუ სადღაც რუკავ წაგვიყარა Google Maps, like being Google Maps basically. Like it took us like somewhere like really deep in the snow and we're like, okay, we just have to do it. And we were at the end. Yeah, like here. We were Yeah. in this. And I should be making this video in Georgian. But yeah. You know, most probably you know. I have to translate now. Oh my god. ხოლმე მოგვთ ძალიან ისეთი რა, like fear of missing out. და აი რაღაცას რომ გამოვიტანებ ხოლმე მე ანუ აი რაღაცა შენიდან ვიღღნები, რა მაძინებ და რა მაკეთებინებ და ამას და მირჩენია ხოლმე რომ ყველაფერი მოვიკლო და არაფერი არ გამოტოვე, იმიტომ რომ ვიცი რომ მაგას არ ვინანებ და იმას ვინანებ თუ დავრჩები ხოლმე რა. შესაძლოა ამიტომაც მივიდივარ ახლა მივიდივართ მე და მერტე ამ შუაღამეს ასე სადღაც. Yay, ხოლმე გწონთ ჩემი განმარტებები ასე სადღაც. აქ მოვედი და ანუ 50 წელს განაცილებული ხალხი იმენა, აი არ ვიცი. ერთ აბავშია ცეკვავენ მღერიან და ანუ მიყვარს ეს ვაიბები, აი ძალიან მიყვარს. Five hours later. 5 to 10 kilometers there is Kota. Kota it's tradition. I don't know. Go literally in the forest, do the cross country skiing, get into the Kota. City update. ცოცხალი ვარ. Cross country skiing-ზე ვარ, როგორც იცით. და რავი რა ხარ, აღმართებდი ვარ, ნელა მირჩევნია. მაგრამ ახლა გადავიღოთ, არა, არასოდეს ვერ გადავიღებ, იმიტომ რომ ამის უარ არის. არა, ხიდისაკის მოგონდით ამიცხეს და მოვსულ არ ხალხო ხიდამდე. თუ მჯეროდეს. ერთი ხუჯერ წავიქეთ, მინდა იცოდეთ. წექცევის გარშე არაფერი არ მოვიდა, ერთ აღმართე იმენა. არ მოვიდიოდი და სანჯერ ჩავსრიალდი უკან. მაგრამ რაც არის ეგ არის რა. ანუ ეს არის რაღაცა fancy type of skiing, ვითომ რა. ისეთი მომენტია, რომ ბრიტანელებს ისე კარგად გამოდის და დარწმუნებული ვარ, მაგით მოგონილია იმენა. Просто ნაღდი სკიინგი არ არის, სადგა სლოუფებზე არ ხარ, ერთ იმაზე მიდიხარ და ამოძრავებ თორპანს რა. ეს არის ეგ არის. დავასრულეთ მეგობრებო ეს აქტივობა. შემდეგი აქტივობა არის ან ირმებთან მივდივარ, ან ძაღლებთან. ხო და რომელი იქნება, გავიგებ ახლა რა ჩევსები ავტომობილში. Hey! Oh! Weight of a reindeer, of a male reindeer is 170 kilos, female 100 kilos. It's 103 over 30 years. But
finally, when it reaches the size that you can make a cup, first we make a raw form for it. Some use Instagram. მე ამას ავიღებ ხალხო. Hiccup. Ugh. That wasn't good. Eek. No, this is actually not my view. This is your view. ეს არის თქვენი ხედი. იტალიელები როგორ თამაშობენ ბეწვის ბურთით ფეხბურთს. ან მსგავს რაღაცას ადგენ არც ერთ მეტს ფეხბურთის თამაში. მე უკვე თვარტყამდი ყველაფერს ვიცავ. Here is the marshmallows for you. After the sausages you can... Bravo! სალამი, ჩვენი ბოლო დღეა. ანუ ბოლო სრული დღე არის. ლაპლანდიაში მივდივართ ჰასკის საფარის ტურზე. ძალიან გეხარებული ვარ. მირთო რომ არ მყოლოდა აქ არ ვიცი რა მეშველებოდა. I'm just saying that if you weren't here, I don't know what I would do because like I'm always late. No, I'm not late. Like, Well, but like the thing is, yeah. you're like on the last moment that you can kind of still be on time, but it's Yeah. Basically, like barely making it. And it really like she basically takes care of like us eating because otherwise we would die because we never have time to eat or buy anything when there's an activity. Okay, now in Georgian. ხოდა მოკლედ ახლა ის რომ მყოლო და მართლა არ ვიცი რა მეშველებოდა, იმიტომ რომ საჭულის ჭაბას ვერ ვასწრებ. კოტეში ჩადო ყველაფერი. თითები მეყინება ახლა. მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ მოკლედ, იმიტომ რომ ასე დღის შუქზე ანუ ჯერ არ გამოსვლოდა, შეხედეთ საღალამაზია და თვითონ გარემოც აი გაკვირვებული ვარ უბრალოდ. და იქ რომ მივიდე კიდე გადავიღებ დრავით. მოვედით ჰასკის ფერმაში. ახლა მივდივართ. Hi. ახლა მივდივართ რომ გავისეინოთ სავარში, რაღაც წუთი გვაგრევა. ძალიან excited ვარ, ძალიან ვერ წეფენ და იმედი ვარ თაში ვჭამენ და არ გადავატრიალებენ საქმეს. ავადროებით. ეს არის ფრიკი. მიესალმე? ის არის ლიდერი. ანუ გოგო არის, გოგოები ყოფილა ლიდერები ხოლმე, უყურეთ, პირველი არის, წინ მიუძღვის ყველას და ხუმრობდით, რომ ხო რა, ყველა ბიჭიო გოგოს მისდევსო რა. და ეგრე არის რეალობაში, მაგრამ აი ძალიან საყვარელია იმენა, აი ძალიან შემიყვარდა შეხედეთ. თან ფრიკ მარიამ, like freak Mariam freak. Different snowshoes. We have the white ones and we have these blue ones with the yellow. Okay? დავასრულეთ მეგობრებო, ყველა ძირითადი აქტივობა. მე-13 დღე ოფიციალურად დასრულდა. მოვწყდი. ბოლო 48 საათის არ 72 საათის განმავლობაში 6 საათი მეძინა. და კვაყოფილი ვარ, დამწვეული ვარ, გავფლილი ვარ. თავი 2 დღის განმავლობაში ექვსჯერ ავარტყი რაღაცას. და ну მოკლედ რა ახლა ცოტა ხანი მივალ რამე უნდა შევჭამო. ამ პასტას გავიკეთებ ან რაღაცა ღვინოს ყიდულობს მირთე და რაღაცა იქნება აბა. მე კიდე ხამეს როგორ გავატარებთ გეტყვით აბა დრო.
არის აქ, ნახევარი დღე უბრალოდ ბოდელში გავატარეთ, რადგან 3:30-ზე გავდივართ. ბოდელში რა ბინადავთ, სადაც გავწვდით, გავასწავლეთ, თითქოს არ გვიძინია. მე ვიარს აქეთ რაღაცა ბურგერები შევჭამეთ რაღაცა. გავიყვანე და ახლა მოვიდა უკვე ჩასახდებით, რომ ბოლო ჯერ დავთვლი ხალხს, სიას აწარმოებ და წავად დავიძრებით უკვე უკან ჰელსინკისკენ. ძალიან მაგარი დრო გავატარე. ბოლო, არ ვიცი, 5 დღე ვიყავი აქ რაღაცა და მგონი სულ 10 საათი მეძინა მთელი ამ დღეების განმავლობაში, მაგრამ არა უშავს. კარგი იყო, ახლა ესევა თეთრი დასაწერი დღეს და რო ჩავალ ხვალ და მაგასაც რო ვიზამ, მე მოკლედ. ყველანი უნდა წავიდეთ ლაპტოპში, რადგან ძალიან მაგარი თავგადასავალი იყო და ჭვენბარება თუმცა ასეთი იქნება. მე ვაქცინაცია მომთვიდეოთი და ალბათ